ქართველი მეფუტკრეები წელს თაფლის შემცირებულ მოსავალს ეილიან სექტორში ამბობენ, რომ მიზეზი კლიმატური პირობების გაუარესებაა. მათივე შეფასებით წელს ცივი გაზაფხული გახანგრძლივდა, რის გამოც ყვავილობა დაგვიანდა, ნექტრის გამოყოფა შემცირდა და ფუტკრის ოჯახების განვითარებამაც შეფერხება აჩვენა. გარდა ამისა გამოჩნდა ფუტკრის ახალი დაავადებებიც, როგორ ებრძვიან მეფუტკრეების სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს და რომელ ქვეყნებში იგეგმება წელს ქართული თაფლის ექსპორტი. მარი მელიქიშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში ამ ინდუსტრიის მიმოხილვით. მარი, მოგესალმებით. გამარჯობა თათია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ცივი გაზაფხული წელს მეფუტკრეობის დარგისთვის საქართველოში მთავარ გამოწვევად იქცა. მეფუტკრეთა გაერთიანებაში ამბობენ, რომ ცუდი ამინდების გახანგრძლივებამ მცენარეთა ყვავილობის პროცესი დააგვიანა და ამან მთელი პრობლემების ჯაჭვი შექმნა, კერძოდ შეფერხდა ფუტკრის ოჯახების განვითარება, რამაც თავის მხრივ თაფლის წლიურ მოსავალზე გავლენა იქონია. ქართველი მეფუტკრეები წელს განსაკუთრებით აკაციის თაფლის მოსავლის შემცირებაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ცუდი ამინდები სწორედ აკაციის ყვავილობას დაემთხვა. აკაციის თაფლს ხშირად მაისის თაფლსაც ეძახიან და ის მონოფლორულ თაფლს წარმოადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ თაფლი ძირითადად ერთი მცენარის ნექტრისგან არის მიღებული, რაც შეეხება პოლიფლორული თაფლის მიმართულებას. მეფუტკრეებს იმედი აქვთ, რომ წელს ამ მიმართულებით მაინც იქნება ზრდა და ქვეყანაში ჯამში იმ რაოდენობის თაფლს მიიღებენ, რაც გასულ წელს საუბარია დაახლოებით 2000-მდე ტონა თაფლზე. გარდა კლიმატის ცვლილების გამო შემცირებული მოსავლისა, ქართული თაფლის ინდუსტრია სხვა გამოწვევების წინაშეც დგას, რაც ფუტკრის დაავადებებს, მცირე წარმოებებს და საექსპორტოდ არასაკმარის მოცულობებს უკავშირდება. მეფუტკრეთა გაერთიანებაში ამბობენ, რომ სექტორის განვითარებისთვის და დიდი მოცულობის თაფლის წარმოებისთვის აუცილებელია ქვეყანაში კომერციული საფუტკრეების რაოდენობა გაიზარდოს. დღეს საქართველოში 15000-ზე მეტი მეფუტკრეა, თუმცა მათი 95% მცირე მეურნეობაა, მხოლოდ 5%-ია ბიზნესის თვალსაზრისით განვითარებული. სწორედ მეფუტკრეების ამ 5%-ს გააქვს საკუთარი ნაწარმი ექსპორტზე. ბოლო წლები არის მაინც რომ ვაკურდებით ახლა გლობალური კლიმატური პირობების ცვლილებებიდან გამომდინარე, ყოველწლიურად უარესდება მცენარეთა ყვავილობა. ანუ პერიოდულობას გულისხმობ, როდესაც ამა თუ იმ მცენარეს ემთხვევა ცუდი პერიოდები, ან წვიმები არის, ან ცივი ამინდები. 2026 წლის გაზაფხულით ზუსტად ამით გამოირჩეოდა, რომ ცივი ამინდები ჰქონდა, გაზაფხული წვიმიანი იყო განსაკუთრებით, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე დასავლეთ საქართველოში კიდევ. და შესაბამისად, ჩვენ ორიენტირი ჰქონდა გაკეთებული აკაციის თაფლზე, რომელიც არის ასე ვთქვათ საექსპორტო დანიშნულებით, ევროკავშირის მოთხოვნიდან გამომდინარე და შესაბამისად წელს ნაკლებად გვაქვს აკაციის თაფლი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უთაფლო დავრჩებით. ეხა იწყებენ მეფუტკრეები მოსავლის აღებას. ეხა დაიწყო ყვავილობა, ძალიან დაიგვიანა. მიახლოებით აღმოსავლეთში მე რასაც ვაკვირდები, 2-3 კვირიანი დაგვიანება გვაქვს ყვავილობასთან დაკავშირებით. დასავლეთში ანალოგიურად ამ წვიმებმა მთლიანად გადარეცხა მთელი ნექტარი, რასაც ყვავილი გვაძლევს და ძალიან უჭირთ. ასევე დამტვერვითაც ფუტკარი ვერ ამტვერიანებს და ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს ამ კუთხით. ასევე სხვადასხვა დაავადებებიც უტევს ფუტკარს, როგორც არის ვარუატოზი, ტროპილერაფსოზი, ახალი შემოსულია ჩვენთან. ბევრი მეფუტკრემ არც იცის როგორ უნდა ებრძოლოს, მაგრამ ჩვენი გაერთიანების ჩარევით ვეხმარებით ასე თუ ისე დიდ რაოდენობას მეფუტკრეებისას, თუ როგორ ებრძოლონ სხვადასხვა დაავადებებს. კვლავ ექსპორტის საკითხს რომ შევეხოთ, გეტყვით, რომ ქართული თაფლი მაღალი ხარისხითა და გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული თაფლის ძლიერი მხარე რაოდენობა კი არა, არამედ მრავალფეროვანი ფლორა და მაღალი ხარისხის მონოფლორული თაფლებია, განსაკუთრებით აკაციის, წაბლის, ცაცხვისა და ალპური. აქედან გამომდინარე, ქართულ თაფლზე გლობალურ ბაზრებზე მაღალი მოთხოვნაა, თუმცა ქვეყნების მიხედვით ეს მოთხოვნა განსხვავდება. მაგალითისთვის, ევროკავშირის ბაზარზე აკაციის თაფლია მოთხოვნადი, აზიურ ბაზრებსა და გალფის სახელმწიფოებში კი წაბლისა და სხვა ტიპის თაფლი. ვინაიდან მიმდინარე წელს ქვეყანაში აკაციის თაფლის მოსავალი მნიშვნელოვნად შემცირებული იქნება, საქართველო ამ ეტაპზე თაფლის ექსპორტს არაევროპულ ბაზრებზე გეგმავს, მათ შორის ჩინეთსა და კატარში. წინა წელს და იმის წინა წელს ძალიან კარგი ციფრები იყო ექსპორტის მხრივ, კარგად გაიტანეს თაფლი მეფუტკრეებმა, მიახლოებით 250 ტონიდან 300 ტონამდე თაფლი გავიდა. წელს ძალიან დაბალია ეს ციფრი, მაგრამ ვარაუდობთ, რომ
წელსაც არ ჩამოუვარდება, იმიტომ დაინტერესება არის როგორც თურქეთიდან, აზიური ქვეყნებიდან, ჩინეთი აქტიურად არის ჩართული იმ პროცესში, რომ ქართული თაფლი გავდეს ექსპორტზე. საქართველოში ვინც კეთილსინთეზურად მუშაობს, აწარმოებს უმაღლესი ხარისხის თავს, როგორც გემოვნური თვისებებით, ისე ვიტამინებით. ჩვენი კლიმატი და ადგილმდებარეობა გვაძლევს ამის საშუალებას, რომ ავიღოთ უმაღლესი ხარისხის თაფლი. გავაქტიურდებით ამ ბაზრებს, ანუ აზიურ ბაზრებზე მაქვს საუბარი. ეს იქნება ჩინეთის მიმართულებაც მაგალითად და ასევე გალფის ქვეყნების მიმართულებაც, ანუ ეს აზიის ქვეყნები ასე რომ ვთქვათ, რომლებიც მოიხმარდნენ აქტიურად და ორიენტირებული არიან წაბლის თაფლზე. ახლაც ჩემი მონაცემებით 4 ტონა თაფლი ემზადება საექსპორტოდ და ძირითადი მიმართულება ამისი არის გალფის ქვეყნები ასე რომ ვთქვათ. აქვე ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებსაც მოგაწვდით და გეტყვით, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტზე $17,000 ღირებულების 400 კილოგრამი თაფლი გავიდა. მთავარი საექსპორტო ბაზრები არაბთა გაერთიანებული საამიროები და ჰონკონგი იყვნენ. მარი, მადლობა. თაფლის ინდუსტრიაზე დეტალურად მარი მელიქიშვილი საუბრობდა ჩვენს ეთერში.